ეგ ლეგიტიმური კითხვაა, რომ რა მომცემს მე უსაფრთხოების გარანტიას. დაუცველები ვართ, ესე გამოდის. მეტრი 20 საცდები და უნდა მოგაჭრა თავი. ყველგან სადაც ნატო შევიდა, მშვიდობა. არჯობია გლობალური სამხრეთი, ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეს. საქართველოს უკვე აქვს ყველა გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი. ფინეთის და შვედეთის მაგალითად ჩვენ ნახეთ, რომ ერთი დღე დაჭირდა პრაქტიკულად გაწევრებას. უნდა გავაათმაგოთ ცდელობა, რომ მარტოები არ ვიყოთ. ერთი კაცი არის ჩამოკიდებული უსაფრთხოებად. ფორმულა, რომელიც საქართველოს ნაპოვნი ქონდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგაც და პრინციპში მანამდეც, რაც გულისხმობდა ორ რამეს, ერთი მხრივ ჩვენ ვცდილობდით, რომ ნატოს ტექნიკური თავსებადობის ნაწილში ყოფილიყავით აბსოლუტურ ჰარმონიაში მასთან, ანუ გაგვეზარდა ეს თავსებადობა, როგორც თავდაცვის ძალების და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართულებით, ისე შეიარაღებული ძალების კონკრეტული ქვედანაყოფების თავსებადობა გაგვეზარდა. ეს იყო ერთი ამოცანა და მეორე მხრივ ველოდებოდით კონკრეტულ გეოპოლიტიკურ ფანჯარას. მე მგონია, რომ ეს ფორმულა არის დღესაც აბსოლუტურად რელევანტური. ამ ფორმულის წინააღმდეგ არსებობს რაღაც ტიპის მოსაზრებები, მაგალითად ის, რომ თქვათ, მაგალითად ნატო დიდხანს არ გაფართოვდება, ან არ გაფართოვებულა, თუმცა ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, მათ შორის იმისი, რომ არ ვიცი, მე კარგად მახსოვს 2015 წელს, მაგალითად, როდესაც ქვის ვაკეთებდით ჩვენი მეგობრებისთვის, ახალგაზრდა სტუდენტებისთვის, მაშინ 28 წევრი ყავდა ამ იმას, რა ქვია, ალიანსს და ძალიან მალე მათ დაემატა მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და რაც თავარია, მე მგონია, რომ საქართველოს განსაკუთრებით საგულისხმო და საინტერესო მაგალითებია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება ნატოში. რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო ფართოვდება არა მხოლოდ ცივი ომის დასრულების შემდგომ კონტექსტში, როდესაც საფრთხე არსებითად მოხსნილი იყო, ხო? ანუ ამ უნიპოლარულ მომენტში, არ ვიცი, 99 წლიდან ვიდრე 2000 შეიძლება ითქვას 8 წლამდე ნატო გაფართოვდა ძირითადად რუსეთის საფრთხის გარეშე. და იქ ამოცანა იყო მხოლოდ პოლიტიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაცია ინსტიტუტებისა და ეს საკითხი იყო ძირითადი გამოწვევა მისთვის, მაგრამ აი უკვე უკრაინაში ომის შემდგომმა გაფართოება მას შემდეგ რაც მათ შორის რუსეთის საზღვართან მისი სახმელეთო, ესე იგი საზღვარი ნატოსი გაიზარდა ფინეთის გაწევრიანებით და იქ ნიშნავს, რომ ნატოს აქვს პოტენციალი განვითარდეს ამჯერად უკვე შავი ზღვის აღმოსავლეთით და კონკრეტულად სამხრეთ კავკასიაში იმისთვის, რომ კავკასიონის ქედი საბოლოოდ აღმოჩნდეს ნატოს მეხუთე მუხლის ფარგლების შიგნით. აქ ძალიან სწორად ითქვა, რომ ნატოს გაფართოება გრძელდება კი არა. ან ნახტომისებური განვითარება ვიხილეთ სულ ბოლოს უკრაინაში რუსული სულ მასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება, ბალკანეთში იქამდე მოხდა გაფართოება. უბრალოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წრეები იყენებენ იმ ფაქტს, რომ 2008 წლის შემდეგ, როცა გადატვირთვა დაიწყო დასავლეთის ამერიკის ლიდერობით და ევროპის მონაწილეობით საქართველოში აგრესიის შემდეგ რუსეთთან, ეს სტრატეგიული შეცდომა თავისუფალი სამყაროს როცა იქნა დაშვებული, ამის შემდეგ შეფერხდა გაფართოება ნატოსი ჩვენი მიმართულებით, ყოფილი საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებული რესპუბლიკების მიმართულებით და აი აქ იძახე რომ აი აქეთკენ უარს იძახე და ხო, დღეს სამწუხაროდ ექსტარი გადაწყვეტილება დღეს ძალაშია. მოდი აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ფორმაში და იქამდე უნდა ვიმუშაოთ მაქსიმალურად ყველა სხვა ალტერნატივაზეც, მაგრამ არ დავივიწყოთ ეს ჩვენი აბსოლუტურად ოპტიმალური ამოცანა იმ მომენტისთვის, როცა ეს პოლიტიკური ფანჯარა გარემოების ისევ გაიხსნება, იმიტომ რომ ჩვენ უახლესი ისტორიიდან გვაქვს ნანახი. როცა რაღაც გაყინული იყო სხვადასხვა წინამდებობების გამო, თვითონ თავისუფალ სამყაროში, ანუ თავისუფალი სამყაროს მტრების წინამდებობების გამო, მაგრამ ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა ისარგებლეს იმ მომენტით, როცა ჩვენი საერთო მტერი დასუსტდა და თვითონ იყვნენ საუკეთესო ფორმაში. ჩვენ მაშინ ამით ვერ ვისარგებლებთ. შემდეგი შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ამიტომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ნატოს წევრობა ამერიკის სამხედრო პოლიტიკურ ალიანსთან ერთად, როგორც ალტერნატივა ან ორივე ერთად არის საუკეთესო საშუალება ჩვენი უსაფრთხოების დაცვის და ამას ვერ შეცვლის თუნდაც ცუდი ისტორიული მონაკვეთი.
ჩვენ ყველავთან ხვდებით იმის თაობაზე, რომ MAP-ი არის მართლაც ნატოს გაფართოების ის ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია იმ უნიპოლარულ მომენტში, როგორც წეგან აღნიშნე. ეს არის დრო, როდესაც ერთადერთი ამოცანა ედგა ნატოს პოსტსოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან უბრალოდ ტრანსფორმაცია მომხდარიყო ინსტიტუტების. ამის გამო ის გარკვეულ მას აქვს რაღაც მოუქნელობის, ესე იგი, შინაარსი იმ თვალსაზრისით, რომ ის ესე ვთქვათ, მოწინააღმდეგეს აძლევს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებიდან ვიდრე გაწევრებამდე ქვეყნის შენ მოწინააღმდეგეს ამ მომენტში ეძლევა დრო რომ რაღაცნაირად იმოქმედოს მათ შორის სამხედრო ძალები გამოიყენოს შენ წინააღმდეგე. ამიტომაც მე მგონია რომ ეს ბოლო ორი პრეცედენტი რაც შვედეთის და ფინეთის შემთხვევაში მოხდა მიუხედავად იმისა რომ ნატო დღეს ხას უსვამს რომ ეს იყო გამონაკლისი, ეს გამონაკლისი უკვე ფაქტის სახით არსებობს, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ითქვას. მეორე რაც აუცილებლად უნდა ითქვას, საქართველოსთან დაკავშირებითაც კი აი იმ დროს, როდესაც რაღაც ტიპის პროგრესი ჰქონდა ქვეყანას ამ მიმართულებით, არსებობს ძალიან მკაფიო ჩანაწერი, რომ საქართველოს უკვე აქვს ყველა გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და MAP-ი რჩება პოლიტიკურ საკითხად. MAP-ი რჩება პოლიტიკურ საკითხად ნიშნავს იმას, რომ მისი გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს ერთ დღეში. დღეს უბრალოდ ჩვენი ტრაგედია არის ის, რომ ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ოდესღაც მუშაობდა, დღეს ყველა მათგანი გაჩერებულია ქვეყანაში არსებული ავტორიტარული ტენდენციების გამო და ანუ ფაქტიურად ჩვენ თავიდან მოგვიწევს როგორც ტექნიკური ნაწილის და ბიუროკრატიული ნაწილის შესრულება ჩვენს პარტნიორებთან, ისე მოგვიწევს კიდევ ერთხელ რაღაც ტიპის პოლიტიკური მომენტუმის მოლოდინი იმისთვის, რომ აი ეს ყველა ინსტრუმენტი საბოლოო ჯამში მოვიდეს მოქმედებაში და გავხდეთ წევრები. მთელი პროპაგანდა რასაც გვიმტკიცებს, რომ ნების წინააღმდეგ დასავლური სამყარო იქნება ეს ნატო თუ ევროკავშირი შენ მიგათრევს რაღაცა გაერთიანებაში, ეს არის ახლა ფაქტის დონეზე ჩამოშლილი, ხო, პირიქით. თუ კი ჩვენ მქონდა მოცემულობა, როდესაც საქართველოს მუდმივად ვითარდებოდა და თუ კონკრეტულად ნატოზე ვლაპარაკობთ, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვის სტრუქტურის თვალსაზრისით, პრაქტიკულად აბსოლუტურად თავსებადები ვიყავით და ეს ჰაერიდან არ მოვიდა, თვითონ ნატოს დახმარებით გავხდით თავსებადი. მაშინ დადგა მოცემულობა, რომ თავსებადობა მაქსიმალურად იზრდებოდა, რჩებოდა პოლიტიკური ნება და კონკრეტული პოლიტიკური რეფორმები. და აი ეს პოლიტიკური ნება რო არ ყალიბდებოდა, იყო პოლიტიკური რეფორმების პრობლემა. თუ კი ჩვენ პოლიტიკურ რეფორმებს დავასრულებდით, მე უფრო მეტი გვექნებოდა სათქმელი და სააპელაციო, აი მარტო თქვენი პოლიტიკური ნება დარჩენილი. ეხანდელი მოცემულობა, რაც მივიღეთ, არის ის, რომ პოლიტიკური ნება გაფართოების ღია და აშკარა არის და ეს როგორც ითქვა უკვე ფინეთის და შვედეთის მაგალითად ჩვენ ნახეთ, რომ ერთი დღე დაჭირდა პრაქტიკულად გაწევრებას და ჩვენთანაც რომ იყოს ეს პოლიტიკური ნება, ანუ მზაობა ქვეყნის შიგნიდან, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგებოდა უბრალოდ. გიორგიმ თქვა ამ თავის ინტერვენციაში, რომ იყო პერიოდი ნატოს არსებობის ისტორიაში, როდესაც ის ფართოვდებოდა არა როგორც სამხედრო საფრთხის წინააღმდეგ და იყო პერიოდი, როცა ის შეიქმნა როგორც სამხედრო საფრთხის საპირწონე ორგანიზაცია და ეგ საინტერესო დაკვირვება, იმიტომ რომ რუსეთი, საბჭოთა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ბლოკი იყო, როდესაც ის შეიქმნა, შემდეგ ცნობილი ფუკუიამას დასასრული, როდესაც დადგა ცივილიზაციის განვითარების და ყველაფერმა დაისადგურა მშვიდობა, ნატო გადავიდა აი ამ პოლიტიკური, ეკონომიკურ პოლიტიკური გაფართოების და ეგრეთ წოდებული ერთნაირად მოაზროვნე ერების შემოკრების ფაზაში და მე მგონი მან ჩვენ ვიღავით კიდეც ანუ ნატოს გაფართოება საქართველოში მომხდარია, შემდგარი ფაქტია. აი ამ პოლიტიკურ ეკონომიკური ღირებულებითი ნაწილის ხო უამრავი პროგრამა, უამრავი საერთო პროექტი ავღანეთში ერთად იყო ხო საქართველოს ნატოსთან ერთად. და ეხლა ისევ დადგა სამხედრო კონტექსტი. დღეს 2007 წლამდე მიუნხენის გამოსვლამდე ნატო არსად არ აპირებდა გაფართოებას სამხედრო წინაპირობიდან გამომდინარე რუსეთის აგრესიამ და რევიზიონიზმმა განაპირობა ის რაც ახლა რატიმრად თქო რომ ფინეთი, შვედეთი, რომლებიც აბსოლუტურად არ იყვნენ, არც აპირებდნენ და მშვიდად თავისთვის ხნარად იყვნენ. ანუ დღეს დადგა ის კონტექსტი, რომ ნატოს გაფართოება უკვე არის ეგზისტენციალური საკითხი და შესაბამისად ალბათ სხვა პერსპექტივაც არის, იმიტომ რომ თუ არ გაფართოვდა და თუ არ გამყარდა, მაშინ უკან გაწევენ და ეს უკვე აგრესია არის რუსეთს, რომელიც აგერ სახეზეა და არსაწასვალს არაპირებს ის კაცი და არაფერს არ ამბობს, დამალულად ამბობს, რომ ჩემი ამოცანა დაგშალოთ, გაგანადგუროთ, დაგიპყროთ
რა ვიცი. ამიტომ რაც კითხვა პირველი გაფართოება მოხდება თუ არ მოხდება ფაქტია, სახეზეა და გაფართოების პოლიტიკური ნაწილი საქართველოში არსებობს, სამხედრო მეხუთე მუხლი, მეოთხე მუხლი. ამაზე საინტერესო და სწორად ილაპარაკეს, რომ არის რაღაცა პოლიტიკური კონტექსტი და მით უმეტ ახლა საომარი ვითარება ევროპაში და შეიძლება რაღაცა ვადებზე ესე არ ილაპარაკო, მაგრამ რატისაც ვეთანხმები იმაში, რომ დღეს არათუ პოლიტიკური ნება და მთელი 10 წლების შრომა, რომელიც იყო მიმართული, რომ გამიღე კარი და აბა ეს გავაკეთოთ ერთად, ხო? პირიქით არის ეს ყველაფერს აკეთებს რეჟიმი, რომ საქართველოს მისამართი დაივიწყოს ნატომაც, ევროკავშირმაც, ამერიკამაც, რომ აი, საფოსტო ინდექსი რო არ იცოდნენ ჩვენი სადავართ რა. როდესაც შენ თავიდანვე ამბობ, რომ მე არა მაქვს არანაირი ბრძოლის უნარი, მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ხელსაც არ გავანძრევ და არაფერს არ ვიზამ, ნუ წარმოუდგენელია რამე სამხედრო ალიანსში მოიაზრებოდე როგორც პარტნიორი, ესე არ არის, როდესაც შენი მტრის წინააღმდეგ, ანუ მტერი თუ კი შემოიჭრება და შენ დაგემუქრება და შენ მოსახლეობას დაემუქრება, შენ იტყვი რომ მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მე არ ვაკეთებ და ამის დამტკიცებულება ალბათ ის არის, რომ სამხედრო თვალსაზრისით ბიუჯეტი არ გაზრდილა, არ გაძლიერებულა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით მოსახლეობამ და ამაზე მიდის პირიქით ლაპარაკი, რომ ჩვენ არ ვიცით საერთოდ ჯარი რაში გვჭირდება ალბათ, რა ვიცი, სტიქია რომ მოხდეს, იქ რო ჩაერთონ და დანარჩენი ხა გარემტრის შემთხვევაში დაუცველები ვართ, ესე გამოდის. და ერთადერთი ჩვენი დაცვის მექანიზმი პროპაგანდით არის ის, რომ უბრალოდ რუსეთი არ შემოვა. თუ გახსოვთ, მე მგონი 1 წლის პერიოდში მოხდა ერთ-ერთმა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ შეწყვიტა კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობა საქართველოში. რატო გააკეთა? იმიტომ რომ მიიჩნევენ ხელისუფლებას კოლაბორაციაში რუსეთთან. ნებისმიერი სადაზვერვო თუ კიბერუსაფრთხოების ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულია პარტნიორებს შორის, ჩაითვალა რომ ავტომატურად, ან არა ავტომატურად, მაგრამ რაღაცა არხებით შეიძლება ხვდებოდეს საქართველოში. ამიტომ დღეს ამაზე პასუხის და კითხვაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ დღეს ნატოს უსაფრთხოებისთვის ამ ფორმაში და ამ პოლიტიკურ გემოვნებაში და ამ ორიენტაციის ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სახიფათოა. ასე რომ ეგ და არაერთი მაგის სტრატეგიული ხარტია ხო, რომელშიც ახლა სტრატეგიული ქარტიის მიღმა ბევრი ფორმატია, სადაც წმინდა უსაფრთხოების და სამხედრო საკითხების თვალსაზრისით კოოპერაცია შეჩერებულია. ჩვენ გვაქვს ორი ძალიან მაგარი მოდელი. ერთი ფინეთი, შვედეთი, მეორე სლოვაკეთი, უნგრეთი. ფინეთი, შვედეთის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ამბავი, რომ ისინი მზად იყვნენ და დადეს კონტრაქტი და ხელი მოაწერეს და მეორე მხრივ გვაქვს სლოვაკეთი, უნგრეთი, სადაც უკვე წევრები არიან, მაგრამ ისე იქცევიან, რომ არავინ მათთან ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დისტანცირებულები იყვნენ. და აი ეს მაგალითი ფინეთი, შვედეთის და სლოვაკეთი, უნგრეთის ძალიან კარგი მაგალითია, იმიტომ რომ შენ იმათ უკვე აქვს გამოცდილება, რომ თავისი წევრი ისეთ იყავთ, ვისთანაც ვერ ალაგებენ და რამხელა წინაღობებს ხვდებიან, ხო? და შენ როცა ხედავ, რომ ჯერ წევრი არ ახარ და უკვე ისე იქცევი, რომ თუ გაწევრდები უარეს პრობლემებს შეუქმნი, არავინ არ დაგიდებს კონტრაქტს, რომ ხელი მოვაწერო. რუსეთის ნეოიმპერიალიზმის და მანამდე ელცინის დემოკრატიული რუსეთის, საბჭოთა კავშირის და მანამდე რუსეთის იმპერიის, ხო, დეკლარირებული პოლიტიკა არ შეცვლა. ეს ხალხი არასდროს არ ეტყუება. განსხვავებით შეიძლება მაგალითად ჩინელებიდან, რომლებიც არასდროს არ ამბობენ იმას, რასაც გეგმავენ. ყოველთვის რუსები ლაპარაკობენ, რაც უნდათ. პირდაპირ ყოველგვარი მიკი მოყვების გარეშე. მათ პოლიტიკურ ნებაში, რაც უნდათ და რასაც აპირებენ. მათ პოლიტიკურ ხედვაში, მათ პოლიტიკურ ნებაში საქართველოს როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი, განათლებული, სუვერენული, გახარებული, სადაც უნდა რომ დადის, როგორც უნდა რომ ცხოვრობს, არ ჯდება. იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება მის ოპერირების მოდელს. ეგეთები რო ყავდეს იმპერიაში, ყველა იმპერია დაერღვა. ანუ ყველა ცუდად უნდა იყოს და რუსეთი მართლა ეს არის. დაწყებული იმიტომ რომ მართლა არის პატარა მცირე ერების სასაფლაო და რამდენი ამომაგვარჩენა ეს ამბავი. ამოწყვეტილი რუსეთის ეს აქეთ ხდება.
ჩინეთი ჩვენთან რაც არ უნდა კარგი პარტნიორობა გქონდეს, ამ ხელა ბუფერის გათვალისწინებით ვერ განახორციელებს სულ რო კეთილინება გქონდეს გახარებული ან გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნები, ბრაზილია იქნება თუ ის იქნება, ხო? აგერ არის დეკლარირებული პოლიტიკური შენ უნდა 1.20 საცდები და უნდა მოგაჭრა თავი რა. 2008 წელი მე მგონი ეგ იყო. იმიტომ რაღაცა დაუბრუნებელი მომენტი ჩანდა უკვე რუსების ხედვიდან, რომ ეს სახელმწიფო ისე ვითარდება და ისეთი საზოგადოებრივი ტონუსი ყალიბდება, რომ ამას ვეღარ შევატრიალებთ აი იმ homo sovieticus განწყობას. იგივე 2008 წლის პრეცედენტზე როცა ვაპარაკობთ, ისაც მოხდა ბუქარესტში და რა მე ვიტყოდი, რომ სისუსტეც აჩვენეს მაშინ და მზაობა რომ ითანამშრომლონ რუსეთთან და გაითვალისწინონ რუსეთი, მაგან გამოიწვია შემოჭრა და არა პირიქით. ჩვენ რომ ბუქარესტში რაღაც სხვა შედეგი მიგვიღო, შესაძლოა ორჯერ დაფიქრებული იყო, სანამ შემოიჭრებოდა. და ეს მერე გამეორდა უკრაინაშიც. და როდესაც 2008 გაატარეს და 2014 გაატარეს, იმიტომ მივიღეთ 2022, მაგრამ რანაირი შემოჭრა არ იქნებოდა ნატოს წევრები რო ყოფილიყავით მაგის პრეცედენტი. ამას გვაჩვენებთ ჩვენ დღევანდელ. ანუ 2022-ში შეიჭრა უკრაინაში და არა ვთქვათ ბალტიის ქვეყნებში, ხო? რატომ? იმიტომ რომ ბალტიის ქვეყნები ნატოს წევრები არიან და ჩვენ რაც უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აი არაფათ არ მიაჩნია რუსეთს ახლა ნატოსთან კონფრონტაცია და თითქოს გვაჩვენებს, ხო, თავისი ამ ჰიბრიდული ომით, იგივე უკრაინის ომის პარალელურად, რომ იქ რაღაცა უპილოტოებს აგზავნის, დივერსიების მოწყობას ცდილობს და თითქოს ტესტავს რამდენად მზად არის ნატო. ფაქტი მაინც ერთია, რომ ღია აგრესიას ნატოს წინააღმდეგ ვერ ბედავს და ყოველ ჯერზე როცა ამხელენ რომ შენ იყავი, ამბობს რომ არა, მე არ ყოფილი ვარ, ეს რაღაცა მწვანე კაცუნები იყვნენ. ასე ვთქვათ რა. და ამიტომ ეს ყველაფერი ჩემი აზრით პირიქით ამბავი არის რა, რომ კი ერთი პერიოდი შესაძლოა ნატო იყო მოუქნელი და არ იყო მზად ასე გაფართოებისთვის, ისევ იმ ნარატივის გასატკიცებლად, რომ ნატო კი არ ცდილობს კონფრონტაციას, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებს, რომ ეს კონფრონტაცია არ მოხდეს და დღეს უკვე სხვა რეალობაში დავდექით რა, ნატომ დაინახა, რომ მან რაც არ უნდა გააკეთოს და რაც არ უნდა ფრთხილი იყოს, ის რუსეთი თავის მიზნებზე ვარს მაინც არ ამბობს და მაინც ფართოვდება. ნატოს წინააღმდეგ ქართული ოცნების პროპაგანდა და როცა ვამბობთ პროპაგანდა, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან გვაქვს მოსმენილი, მაგალითად პრემიერ თავის დროზე ღარიბაშვილისგან, რომ უკრაინაში ომი ეს არის ნატოს გაფართოების შედეგი. ეს ყველაფერი არის საბოლოო ჯამში რუსული პროპაგანდის ადგილობრივი ვარიაციები, რაც ეფუძნება ერთადერთ მიზანს რაღაცნაირად გაამართლოს რუსეთის საგარეო პოლიტიკური, აგრესიული საგარეო პოლიტიკური ზრახვები, როგორც სამხრეთში, კავკასიაში ამ შემთხვევაში, ისე დასავლეთში, ევროპის მიმართულებით და კონკრეტულად უკრაინაში. სამწუხაროა, რომ პრინციპში ამ მითის ირგვლივ იგივე დასავლურ ბიუროკრატიაშიც კი და განსაკუთრებით აკადემიურ establishment-შიც არსებობდა რაღაცა ტიპის, ესე იგი, საფუძვლები ამ მითის თაობაზე და ნუ ეს ძირითადად გულისხმობდა იმას, რომ ესე იგი რუსეთის ფედერაცია ეს იყო status quo ძალა, რომელიც იძულებული იყო რაღაც თავდასხმითი რეალიზმის ლოგიკიდან გამომდინარე ემოქმედა ნატოს გაფართოებაზე. ამ დროს ჩვენივე გამოცდილება, არა მხოლოდ უკრაინის დღევანდელი გამოცდილება, სადაც და იგივე 2014 წლის უკრაინის გამოცდილება, სადაც არანაირად დღის წესრიგში მოიხსენებათ არ მდგარა, ხო? ნატოს გაფართოება იმ მომენტში საქართველოს 90-იანი წლების გამოცდილება, ამის პირველ რიგში საუკეთესო ილუსტრაცია იმ პერიოდში არც ნატო, არც ევროკავშირი ჰორიზონტზეც კი არ იყო ქვეყნისთვის და არ იყო არანაირი პოლიტიკური ალტერნატივა იმ დროინდელი ხელისუფლებისთვის, თუმცა რუსეთს ჰქონდა ერთადერთი ამოცანა, ხო, რუსეთის ამოცანა იყო საკუთარი რაღაცა საბჭოთა მოდერნიზებული ახალი ნეოიმპერიული პროექტის რეალიზაცია, რაც ვერ მოხდებოდა ყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე მინიმუმ უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში გავლენების გავრცელების გარეშე. ამ ამოცანის ინსტრუმენტალიზებისთვის ის იყენებდა პერიოდულად ადგილობრივ აჯანყებულებს, რომელსაც რაღაცნაირად რატომღაც ჩემს სფეროში სამოქალაქო ომების სრულად არასწორად უწოდეს. მოგვიანებით ეს იყო რუსული ჰიბრიდული ომი, რომელიც კონცეპტუალიზაცია ხდება 2014 წელს უკრაინაში და რაც თავარია, ჩვენ ნახეთ, რომ ამისთვის ის მზად არის, რომ გამოიყენოს კონვენციური ძალებიც, მათ შორის უკვე ნახეთ ეს ყველაფერი 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრის შემდეგ. ჩვენი გარემტერი რუსეთი და მის სამსახურში მყოფი ჩვენივე ხელისუფლება ამ საკითხს ყველაზე უფრო დიდ
რესურსს უთმობს. ხო, ნუ ერთის მხრივ ხდება ამის გამეორება, რომ აი ნატოს გაფართოებამ გამოიწვია სისხლისღვრა, სამწუხაროდ შიდა დებატებში ჩვენს პარტნიორების შიგნით პოლიტიკურ კლასში დასავლეთში შიდა დაპირისპირების გამოც ამ ცდარი ნარატივის გავრცელება ხდება ხოლმე და ეს მათ ხელს უწყობს, აი ეყრდნობიან თვითონ დასავლეთ ლიდერებს სინამდვილეში სისხლისღვრა ომი და ძალადობა, რასაც ვხედავთ რუსეთის მხრიდან გამოიწვია ნატოს არასაკმარისად გაფართოებამ. სადაც ნატო გაფართოვდა, იქ მშვიდობაა. ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ყველგან სადაც ნატო შევიდა, მშვიდობაა. სადაც არ შევიდა, სადაც ეს სივრცე დაუტოვა რუსეთს, იქ არის სისხლისღვრა, ან საფრთხე სისხლისღვრას, ან უკვე იყო სისხლისღვრა, ეს არის რეალობა. მეორე ნაწილი არის, რომ ნუ ხო ამას თავი დავანებოთ და იტყვია, რომ ხო, მაგრამ აი ახლა განზრახვა თუ გექნება, მაშინ დაგესხება თავს. ამ განაცხადის მთავარი სიცრუე საყრდენშია თვითონ. ჩვენ რუსეთი თავს დაგვესხა, როცა ნატოს გაფართოების საკითხი საერთოდ არ იდგა, აქ წინა ითქვა უკვე ეს ძალიან სწორად, ისევე როგორც მოლდოვაში, ისევე როგორც უკრაინაში რაც ვნახეთ. ანუ ეს სიცრუე ყველგან რუსეთის ლოგიკა გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოებრიობის არსებობა რუსეთის მიუღებელი. ანუ ჩვენ განადგურებას აპირებს ყველა შემთხვევაში და სიცრუეა, რომ ნატოს გაფართოების სურვილის გამო იზავს ამას და მესამე, რომ იცი რა, აი არ გვიღებენ და რა ვქნათ. კი, ეს მძიმე რეალობაა, როგორც უკვე ვთქვით, ამ მომენტში. ოღონდ, სანამ ეს გამოსავალი არ გვაქვს, სხვა ალტერნატივებზეც უნდა ვიფიქროთ, ვიმუშაოთ, ბუნებრივია. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო დეზორიენტაცია უნდა მოხდეს ჩვენი, რომ რაც არის ოპტიმალური ამოცანა, იმას უარი თქვა. 90 წლების შუაში ბალტიისპირელებს უარი ეთქვათ მაპის მიღებაზე, მაშინაც რამოდენიმე ევროპული ქვეყნის ერთის განსაკუთრებით ცდარი პოზიციის გამო. და ეხლა მაშინ რო ეთქვათ, რომ აი არ გვიღებენ და ხელები ჩამოიყარა და აღარ ემუშავათ სწორი მიმართულებით, სად იქნებოდნენ ეხლა. პირიქით გაათმაგეს მუშაობა და დადგა მომენტი და ის ნაბიჯი გაადგეს, რომელიც მათ მოქალაქეებს დღეს იცავს სამწუხაროდ ჩვენგან, მოლდოვისგან, უკრაინისგან განსხვავებით და ეგ არის ერთ-ერთი სწორი დასკვნა, რაც უნდა გამოვიტანოთ. აქ ყველაზე საგულისხმო ალბათ არის პროპაგანდა, რას ამბობს ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომი რაც დაიწყო. ერთის მხრივ დეკლარირების, ანუ ოფიციალური დეკლარირების დონეზე არავინ ამბობს, რომ ჩვენ არსად აღარ მივდივართ ნატოში ან ევროკავშირში. არ ამბობს მას შემდეგაც კი, რაც 28 ნოემბერს შარშან ეს განცხადება იყო. თქვა, რომ შევწყვეთ, მაგრამ შემდეგ ახლა ამბობს, რომ ჩვენ მოგვეჩვენა რაღაც და არაფერი არ გვითქვამს. ყოველ შემთხვევაში რაღაც ესეთი ურთიერთგამომრიცხავი არის ეს განცხადებები, რომ ჩვენ მოკლედ გვინდა შესვლა, მაგრამ მეორეს მხრივ პროპაგანდას თუ დავაკვირდებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა დააჯეროს, რომ ევროკავშირი და ნატო არის ომის საფრთხე. ხოლო დანარჩენი ყველაფერი, რუსეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ, იქ არის მშვიდობა. ანუ ჩინეთი რომ მშვიდობის მტრედია, ეს გითხრა ასევე პრემიერ-მინისტრმა მისი ვიზიტის შემდეგ მე მოვისმინე, თქვა რომ მას არ უომია, ერთადერთი სუპერსახელმწიფო არ უომია და ესეც აგზავნებს, ამიტომ ჩვენ რაღაც ამ ფრთის ქვეშ უნდა ვიყოთ. და შესაბამისად, არ ვიცი, მოქალაქე ალბათ იბნევა, ხო? თუ კი გვინდა იქ შესვლა და ამბობენ თვითონაც რომ გვინდა, მაშინ რატომ გვინდა ისეთ ალიანსში შესვლა, რომელიც ომს გვიქადის? გაფართოვდება და გარდაუვალთ, მაგრამ ეს გაფართოვება ჩვენ მოვიაზრებით თუ არა, ეგ არის საკითხი და როდესაც ჩვენი გვიმოგწონს თუ არ მოგწონს, ფაქტია, რომ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველოს არ უნდა იყოს განხეთქილების ვაშლი დასავლეთსა და რუსეთს შორის, ხო? ეს ხო ჩვენ არ მოგვიგონია ამაზე აიწყო მთელი საარჩევნო კამპანია და მათ შორის ქართული ოცნების პირველი წლები და ეს პოსტულატი მე არავის უკან არ წაუღია, ეს ასე დარჩა. მე მგონი ეგ გაუქმდა რატი და ეგ ჩანაცვლა იმით, რომ საქართველოს უბედურების მიზეზი არის ამერიკა, საქართველოს უბედურების მიზეზი არის ევროპა. ეგ კი არ გაუქმდა, პირიქით გაამყარა ეგ განხილზე იყო. ხო და ეგ გაამყარა, ეგ პოსტულატი გაამყარა საქართველოს. ანუ იმიტომ არ უნდა ვიყოთ, რომ აი ეს ამბავი არ მოხდეს და აქ პირიქით ამტკიცებს ეს ნარატივი იმას, რომ ჩვენ ვიღაცა ძალით კი არ მივყავართ. თუ კი შენ არ გინდა, არავინ არ გეხვეწება. პირიქით გეუბნებიან შენ თუ გინდა ჩემთან. კი ბატონო, მოდი, ოღონდ აი ეს წესები არ ჩვენ ეს წესები გვაქვს. მოგწონს ასე თამაში, მოდი ითამაში. და შენ როცა ერთის მხრივ ამტკიცებ, რომ მე მინდა იქ, მაგრამ შენი წესებით კი არ მინდა, მე ჩემი წესებით მინდა. ის მე გეუბნება, რომ კაი, შენი წესებით იქ ითამაში და ეს წესები არის. როდესაც შენი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის ციტატა თუ ის გამოსვლა მახსენდება ერთ-ერთ ფორუმზე არ მახსოვს სლოვაკეთშიც იყო, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ ხო, ნატოს ბრალია ომი და ასე შემდეგ, იქ უკვე რაღა იმას
ამაზეა ლაპარაკი, ხა ვინ დაგიდებს მაგიდაზე ხელშეკრულებას, როდესაც ჩვენ თვითონ არ მიელტვი და ერთი რამე აუცილებლად ალბათ აქ აღნიშნოთ, რომ აი ესე თეორიულად რომ დავუშარო, ვიღაცა გადმოაგდებს ამ ხელშეკრულებას და შენ უბრალოდ აქ ხელი უნდა მოაწერო და ეგ არის საკმარისი. უბრალოდ თქვენ როგორც უსაფრთხოების ექსპერტმა და შენც რატი რომ ავხსნათ, რომ ესეც არ არის, რომ ჩვენ აქ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, რომ რაღაც პატარა ბავშვი ვართ, რომელსაც დიდი მშობელი და ვიღაცა გვიცავს და ეს არის ნატო. ასე ვთქვათ, მათი უსაფრთხოებისთვისაც არ უნდა იყოს აშიში შენი მიღება და როდესაც აქ შენ ისეთ ფორმაში ხარ, რომ ჯერ ერთი ხან ერთს ამბობ, ხან მეორეს, ხან ნატოს აბრალებ ომს და მეორეც თქვათ შენი უსაფრთხოების, არ ვიცი, სამხედრო ბიუჯეტიც არ გაგიზდია, შემცირე არაფერი არ გაიკეთებია, შენ უბრალოდ იმდენად სუსტი რგოლი კი არა, საფრთხე ხარ ამ ალიანსისთვის, რომ აქ და არც არავინ არ დაფიქრდება ამაზე. ანუ ერთი რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ხარ, როგორც ბალტიისპირეთი მაგალითად და სხვა პატარა ქვეყნები, შენ თვითონაც წარმოადგენ უდიდეს ხო გამაძლიერებელს ნატოსთვის და ამისთვის უნდა მოემზადო. პროპაგანდისტები სულ ამბობენ, რომ ბიძინა უდრის სახელმწიფოს, ბიძინა უდრის უსაფრთხოებას და დაუშვათ ასეა, დაუშვათ კი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხო, როდესაც რაღაცა ეს პატრიმონიალიზმი გაჩნდა, ყველა რესურსი არის ერთი ადამიანის ხელში და უსაფრთხოებაც მათ შორის. მისი გარანტია თავის მხრივ უსაფრთხოების, ხო არც ამერიკა, არც ევროპა მასთან დაპირისპირებული, ისინი deep state-ი ყველა მტერი არიან. ნუ ისინი მტრებად არიან, ხო და დახატული. უსაფრთხოების გარანტია ბიძინას უკან არის ჩვენი მოსისხლე მტერი რუსეთი. რომელსაც როგორც კი არ მოეწონება ბიძინა ივანიშვილის ეს თუ ის ნაბიჯი, რომელიც არ მოწონდა ალბათ, ხო, რაღაცა ბალანსირების პოლიტიკა, რომელიც 22 წლამდე მეტნაკლები მცდელობა, რომ რაღაცა ევროპული ორიენტაცია არ დაკარგულიყო. მომენტალურად რაღაცა კაფიო, ხისტი პირობების დაყენებას დაიწყებს. აი მერე რა ხდება? აი დავუშვათ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის სუვერენს, დაემუქრა რუსეთი რაღაცა მოთხოვნებით, რომელსაც ვერ ასრულებს, იმიტომ რომ რაღაც ყველაფერს ვერ გააკეთებდა. დავუშვათ ტერიტორიული მთლიანობის დათმობა. დავუშვათ საქართველოს გაწევრიანება დსთ-ში, გაწევრიანება საბაჟო კავშირში, დროშის გამოცვლა, ეს ხო რეალური მოთხოვნებია, რომელიც დადგება და ყოფილა. აი მაშინ რას იზამენ? თუ გადაწყვიტა რუსეთმა, რომ ეხლა მე მინდა კიდე ერთი ბაზა საქართველოში, ცხინვალში მაქვს, აფხაზეთში მაქვს, ეხლა მინდა სადღაც, ხო? მე რას აპირებს? ხომ არის ვერსია, რომ ესე რაღაც ჩავბარდით და წითელი დროშით შემოვედით, რაც ახლა ხდება ჰიბრიდულად, მაგრამ მე ვუშვებ იმას, რომ ამ ქვეყანაში არსებულმა დღევანდელმა ხელისუფლებამაც თუ რეჟიმაც კი თავის დასაცავად ეს ქვეყანა ამოიფაროს, როგორც ახლა აკეთებს, ხო? და თქვას, რომ ახლა უნდა ჩვენ შევეწინააღმდეგოთ მომხდარს. როგორი ხვდები ამ ყველაფერს? უპარტნიორო დასუსტებული, მორალურად განადგურებული, როდესაც სიტყვა მოვემზადოთ, ფიზკულტურა გავაკეთოთ, უკვე გეუბნებიან, რომ ომი გინდა, ხო? აი როგორ ხვდები ამ ყველაფერს? ჩვენ დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაშიც იყო იანუკოვიჩის უკრაინა. აბსოლუტურად როგორც სახელმწიფო დამორჩილებული იყო რუსეთს, მის ინტერესებს აბსოლუტურად ატარებდა, თუმცა კონკრეტულ დღემდე პარალელურად ცდილობდა შეენარჩუნებინა ურთიერთობები ევროკავშირთან და დასავლეთთან. როცა დადგა X დღე, იანუკოვიჩს მოთხოვეს, რომ ხელი არ მოაწერო ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას. რეალურად ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირში გავარდებოდა უკრაინა, იმიტომ რომ ჩვენ მოვაწერეთ და გავარდით? ვერა. სომხეთმა არ მოაწერა უკრაინასთან ერთად. იქ რამე მოხდა? არა, იმიტომ რომ იქაურ ხალხს არ ქონდა ეს მოთხოვნილება. მაგრამ რაც მოხდა, იყო ის, რომ ამ ხელის არ მოწერიდან რამდენიმე კვირაში სომხეთი გაწევრდა ევრაზიულ კავშირში და თუ კი უკრაინა ხელს მოაწერდა ასოცირების ხელშეკრულებას, ის ვეღარ გაწევრიანდებოდა. არა და თუ კი იქ ვერ გაწევრიანდება, იმპერია არ შედგება. ამიტომ ის რომ ერთი კაცის კეთილნებაზე დგას ჩვენი და რუსეთის ესეთი ურთიერთობები როგორც ახლა ვართ, ეს მეთი მთლიანად დაანგრია უკრაინის მაგალითმა, იმიტომ რომ როცა საჭირო გახდა, მას მოთხოვეს უარესი, მეტის გაკეთება მოთხოვეს, იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა და არა და ხელი რომ მოეწერა, როგორი აბსურდული სიტუაცია იყო უკრაინაში მაშინ. უკრაინაში მაშინ ღიად ანტიევროპულ განცხადებებს და მოძრაობებს აკეთებდა მედვედჩუკი
მედვედჩუკი და კომუნისტური პარტია. იანუკოვიჩის რეგიონების პარტია და მისი ახალგაზრდული ფრთა ამ ხალხს არ ბევდა აქციებს რომ მართავდნენ. ანუ იქნებოდა ესეთი ილუზია, რომ იანუკოვიჩს ევროპა უნდა, კაცო, პრორუსი არ არის. უბრალოდ აი ამ ბალანსის პოლიტიკას აწვება. და ხელი რომ მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე, რუსეთს შერჩებოდა მთელი უკრაინა, აი ესე მართლობის ქვეშ, იმის ქვეშ, რასაც უნდა იმას აკეთებს უკრაინა. პარალელურად ერთ წელიწადში იანუკოვიჩს ხელმეორე არჩევნები უწევდა და საზოგადოება იტყოდა რომ აი მოვაწერა იმათანაც მუშაობს, რუსეთთანაც კარგი ურთიერთობები აქვს და რატო არ უნდა დავტოვოთ და კიდევ მინიმუმ 5 წლით გაიხანგრძლივდა მთელს უკრაინას, მაგრამ არა, იმ კონკრეტულ მომენტში რუსეთს დაჭირდა რომ იანუკოვიჩი ექნა უარესი. და იანუკოვიჩს სხვა გზა აღარ ჰქონდა. არ მოაწერა ხელი და მე მივიღეთ ის რომ უკრაინული საზოგადოება თუ კი მანამდე ასე ვთქვათ მინიმუმ 50-50-ზე იყო განწყობებით რომ რუსეთთან ურთიერთობა გვინდა, ხო? ეხლა აბსოლუტურად სხვა მოცემულობა მივიღეთ. მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაში სადაც როგორც წესი ტრადიციულად მძლავრობდა რუსეთთან დალაგების და რუსეთთან კარგად თანაცხოვრების პოზიციები, ეხლა განულდა ეს. ვუტრირებ არ განულდა, კიდევ რჩება, მაგრამ აბსოლუტურად შეცვლილი არის. ზელენსკიც კი მოვიდა იმ პირობით ამ ყველაფრის მერე, რომ მე რუსეთთან დავლაგდები, მაგრამ რუსეთს ეს დალაგება აღარ ჭირდებოდა, იმიტომ რომ რუსეთს ჭირდება უკრაინა უკვე არა უბრალოდ როგორც კონტროლის ქვეშ, არამედ როგორც მისი ნაწილი. თუ კი მე რუსეთზე გავბრაზდები, ვიცი რომ რუსეთი ჩემზე ძლიერია და უარეს დღეში აღმოჩნდება. ამიტომ მოდი და გავბრაზდები ევროპაზე. იმიტომ რომ ვიცი რომ ევროპა წესიერია არ დამჩაგრავს და ამიტომ ეს ჩემი ბრაზი უნდა გამოვხატო ვიღაცის მიმართ, ანუ მე გაბრაზებული ვარ და ვიღაცის მიმართ ეს ბრაზი უნდა გამოვხატო და ავდგები და რაღა ეხა რუსეთს მოკლედ რატო და ევროპაზე გავბრაზდები. და ის რომ უნდათ რომ რუსეთმა მოიგოს, არა იმდენად, იმიტომ რომ უნდათ რომ უკრაინამ წააგოს, იმიტომ რომ უნდათ რომ უკრაინა ნახონ იმ მდგომარეობაში, როგორში თვითონ არიან. ანუ ეს ასე ვთქვათ სტოკჰოლმის სინდრომს დავარქმევთ თუ მონურ აზროვნებას და მონის პრობლემა რა არის? მას არ აქვს უნარი, რომ ხმა აიმაღლოს. მარტო მაგიტომ არის მონა, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს ხო მონების აჯანყებები. იმიტომ რომ შესაძაც გადახარშეს თავისთავად ეს იყოფა აღარ შეუძლიათ და რაღაცას მიაღწიეს, მაგრამ ამ ხალხს ეს არ შეუძლია. მე ვსაუბრობ ანუ იმაზე, ვისაც აი ამ ომში პოლიტიკური მეცნიერება უნდა შინაგანად უნდათ რომ უკრაინამ წააგოს რა, იმიტომ რომ უნდათ რომ ისინიც თავის მდგომარეობაში ნახონ. სხვანაირად არ შეუძლიათ. მაშინ სხვანაირად თვითონ მთლიანად დაიშლებიან და თავიანთ არსებობას ვეღარ გაამართლებენ. და ასე თავიანთ არსებობას გავდა, მე მართალი ვიყავი, ხედავ იმასაც ეგრე მოვიდა, მე ჩუმად ვიჯექი და ამიტომ მე ხლა ისი არ მომივიდა. ძალაუფლების შენარჩუნების მუდმივად ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა ხო დგას. არც კი განიხილება, ეს არ არის ჩემი მოგონილი ან ჩვენი სპეკულირება. ამას სულ ამბობენ ხო, ბიძინა, ამას ამბობს მისი გუნდი ამას ამბობს, რომ ეს რეჟიმი აპირებს, ეს კლანი აპირებს, რომ სულ იყოს. მერე რა ტრანსფორმაციას გააკეთებენ, ეხლა მონარქიაში გადათარგმნიან ამას თუ იმაში გადათარგმნიან, არ ვიცი, მაგრამ მათი ხედვა არის, რომ საქართველოში დღეის ამას ეკით ისინი იქნებიან სულ. არ არსებობს სხვა ვარიანტი მათთვის. ამისი შენარჩუნების ერთადერთი შანსი არის, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს და ჩვენ, რომლებიც პირველები ვიყავით და დღეს აი შენ გეცოდინება ეგ, თუ განიხილება უკრაინის სცენარები ექსპერტულ წრეებში, განიხილავენ ერთს, მეორეს, მესამეს, ერთ-ერთ სცენარს ქვია საქართველოს სცენარიო, ხო? ქართული სცენარი, რომელიც არის პოსტ-ომის ტრავმატულ საზოგადოებაზე, აი ასეთი ფინკის გაკეთება. მაგაში კიდევ ხომ მე შენ სხვადასხვა რამაზე ვლაპარაკობ. შენ ვლაპარაკობ ქართული ოცნების ინტერესებზე, რატომ უნდა რომ რუსეთმა მოიგოს და მე ვლაპარაკობ ვიზეთ საქართველოში ქართული ოცნება მუშაობს იმ ხალხს. სხვადასხვა ჯგუფებზე ვლაპარაკობ. თორე მაგაში გეტახები კონცეფტ ძალიან პრაგმატულად ჭირდებათ რომ რუსეთმა მოიგოს, იმიტომ რომ აი ამ ხალხზე მე კიდევ უფრო დააშენ და მე ვლაპარაკობ ამ ხალხის გადმოსახედიდან, რატომ უჯერებენ კონცეფტს. ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე საკითხზე. პირველი ის, რომ მიუხედავად ევროკავშირის შიგნით გარკვეული სტრატეგიული ავტონომიის დისა, ხო, ნატო რჩება ექსკლუზიურად იმ ინსტიტუტად, რომელიც პასუხისმგებელია კოლექტიურ თავდაცვაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის, მათ შორის უსაფრთხოების საბოლოო მიზანი, ანუ ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს ჩვენი მშვიდობის სრული უზრუნველყოფა, ეს არის ნატოში გაწევრიანება. თუმცა პარალელურად ნატოში ინტეგრაციის პროცესი გულისხმობს, როგორც უკვე გითხარით,
მთელი რიგი ინსტრუმენტების თავსებადობის თვალსაზრისით, აი ძალიან მარტივი რაღაცები რო ვილაპარაკოთ, ხო? ნატოში ინტეგრაციამდე ჩვენ შეგვეძლება რომ კონდეს ყავდეს კონკრეტული ქვედანაყოფები ნატოს დონეზე მომზადებული, მათი შესაბამისი წრთვნით, არ ვიცი, საბრძოლო მომზადებით და შესაბამისი ტექნიკით. ეს ყველაფერი არის თავსებადობის ნაწილი, რომელიც საბოლოო ჯამში ხმარდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. გარდა მაგისა, აუცილებელია, რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის ორმხრივ ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან, უპირველეს ყოვლისა ცხადია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და სხვებთან თანამშრომლობა. ასევე მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში არსებული მშვიდობის დინამიკაზე ინსტრუმენტალიზება. ჩვენ უკვე გქონდა კარგი სამხედრო სფეროში საკმაოდ სერიოზული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან და სომხეთ-აზერბაიჯანის აი ამ მშვიდობის პროცესების შენების, ესე იგი, მაშინ, რა ქვია, ჩდება შესაძლებლობა, რომ გაჩნდეს სამხრეთ კავკასიური სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ესეთი უნიკალური მაგალითები თურქეთთან ერთად. და რაც თავარია, ბოლოს უნდა ითქვას ის, რომ საკუთარი ეროვნული რესურსების მნიშვნელოვანი მიმართვა თავდაცვის სფეროზე, ხვანაირად ნატო არის მეხუთე მუხლი და ნატო იმავდროულად არის მესამე მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნატო შეუძლია გაწევრიანდეს ის, ვინც პასუხისმგებელია საკუთარ თავდაცვაზეც, ანუ შეუძლია და ესე იგი სხვის დაცვაზე იღებს პასუხისმგებლობას, არამედ საკუთარ თავზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 3% მოვახმაროთ თავდაცვის ბიუჯეტს და ამ აზრითაც ვაწარმოოთ მოლაპარაკებები როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრ ქვეყნებთან იმისთვის, რომ გავზარდოთ შეიარაღება. ამ მომწურავი პასუხი გაიცა და არ ვიცი, ბევრი არ მაქვს დასამატებელი, ერთ-ერთი იმით დავიწყებდი, რომ რა არ არის ალტერნატივა, იმიტომ რომ ეს აქტუალურია. არ გვაქვს ჩვენ რეალისტური ალტერნატივა, თუ გვინდა რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა გქონდეს და სუვერენიტეტი და თავისუფლება და სხვის ომებში არ მიგვერეკებოდნენ და კადიროები არ დარბოდნენ, ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა, რასაც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა გვიცურებს, დალაგების ჩვენ მტერთან, რუსეთთან თითქოს ასე შესაძლებელია, რომ მშვიდობიანად წნარად ვიყოს. ეს რო შესაძლებელი ყოფილიყო, ეს მოხდებოდა ბევრგან და საქართველოს მოახერხებდა ამას, ჩვენივე ისტორია გვასწავლის, რომ ეგ ვარიანტი არ გაგვაჩნია, ეგ არ არის ალტერნატივა. ეგ არის გზა სახელმწიფოების დაკარგვის და ჯოჯოხეთში თაობების ყოფნის, მსხვერპლის და ბევრად უფრო დიდი სისხლის ზღვრის. ეხლა რაც არის ალტერნატივა, რაც უკვე აქ ვცლად და კომპეტენტურად ითქვა, უბრალოდ დავამატებდი, რომ ხო, ალტერნატივა კი არ არის. იმ გზის შემადგენელი აუცილებელი ნაწილია, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ნახტომისებურად გავზარდოთ. იმიტომ კი არა, რომ ომი გვინდა, არა, ზუსტად რომ არ გვინდა ომი, იმისთვის უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და სანამ ყველაზე ოპტიმალური უსაფრთხოების მოკავშირეებს შევიძენთ სამართლებრივად ყარად გამაგრებულს ნატოს მეხუთე მუხლით, ან ორმხრივ ხელშეკრულებას მივახდენთ სამხედრო პოლიტიკურს ამერიკასთან, რაც ტოლფასი არის იგივესი და ერთმანეთს ავსებს კიდევაც. მანამდე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ზრდა და დიახ, რეგიონში სამხედრო პოლიტიკური კავშირების დამყარება, მით უმეტეს რომ მართლაც გარღვევა გვაქვს რეგიონში და ის ძველი რუსეთის მიერ დათესილი დაპირისპირება იმედი გვაქვს ბოლომდე ამოიწურება და ამიტომ აქ გვაქვს პერსპექტივა, ისე როგორც მთელ შავი ზღვის რეგიონში სხვა მოკავშირე ქვეყნებთან სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, ჩვენი თავდაცვა და ძლიერი მოკავშირეები და ჩვენი ქვეყნის შიგნით ტრის დასაყრდენის განეიტრალება. ეგ არის სამი ფაქტორი, რომელიც ამცირებს რისკს, რომ ტერი თავს დაგვესხმება. შეიძლება საქართველო კი აცხადებდეს, რომ სურს, თქვათ, ამ ალიანსებში გაწევრიანება, მაგრამ აი აქ მისასვლელი გზა არის ხიფათი ცავზე. ვიდრე ჩვენ გავწევრიანდებით, თქვათ, სადმე, და ეს წლებიც გვაჩვენებს ამას, რომ შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს და საერთოდ აღარ ვიარსებოთ. აი ამის გათვალისწინება არის, როგორ გავდივართ ამ გზას და რას ვაკეთებთ იქამდე, ვიდრე არა ვართ ამ ხოლგის ქვეშ. მაგზას ნატოც ითვალისწინებს. ნატოში ინტეგრირების პროცესის ფაზებია, როდესაც შენი შიდა პოლიტიკური სტრუქტურა, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამხედრო კომპონენტი იმდენად უნდა კონდეს მოწესრიგებული, რომ შენ ის კი არ იყო, რომ გადასარჩენი ხარ და საშველი ხარ და წყალწაღებული ხარ, არა, შენ ფეხზე მყარად სახელმწიფოებრივად, მყარად სამხედრო თვალსაზრისით, მყარად ფეხზე მდგომი ინსტიტუციების გამართული ერი უნდა იყო, რომ ამ ალიანსის ღირებული წევრი გახდე. ამისი ხელშეწყობა, ამიტომ ამბობდი, რომ პოლიტიკურად ნატო გაფართოვდა საქართველოში, ამისი ხელშეწყობა მიმდინარეობდა სულ მთელი ეს ათწლეულები, ხო, არ არის ახლა ბოლო პერიოდი მხოლოდ.
ამიტომ მანამდე რაც შეიძლება დაგემართოს, ამ მანამდე დამართვის საწინააღმდეგო ინსტიტუტები უნდა გქონდეს, საწინააღმდეგო სამხედრო კომპონენტი უნდა გქონდეს და ამისი მოშლა მიმდინარეობს, რომ მანამდე ვერ მიაღწიო, ეხლა აღარ არსებობდა, თორე ცხადია, საფრთხე არსებობს, ახლა ჩვენი საზოგადოება არის პოსტ-ომის ტრავმატული საზოგადოება და ესეთი კითხვები სრულიად გასაგებია. ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვთ აგრესია რუსეთის, ხო, არ ვილაპარაკოთ 90-იან წლებს. ეგ ლეგიტიმური კითხვაა, რომ რა მომცემს მე უსაფრთხოების გარანტიას. ტყუილია იმაში, რომ უსაფრთხოების გარანტია არის შეიძლება შეგეკამათოთ მაგ როდესაც ამბობთ, რომ თვითონ ეს პროცესი, ხო, გაფართოების იძლევა რაღაც სიძლიერეს ინსტიტუციურ და შემდეგ გაფართოების არა მზადება კი ბატონო ნატოში გაწევრიანების მზადება რა გზაზე ჩვენ ვიდექით იდეაში და მართალი ბრძანდებით რომ ეს რაღაც უკან მიდის მაგრამ უთხარით ახლა ეს ჩვეულებრივი მოქალაქეს აი მაგალითად არ ვიცი კონფლიქტის პირას ცხოვრება ადამიანებს სადაც ეს შიში ყველაზე მაღალია რომ შე რაღაც ინსტიტუცია გაქვს იქ მყარი და ამ დროს ხედავს 40 მილიონიან ქვეყანას შენზე მათ ჯერ თუ მე ჯერ დიც რას უშვება რუსეთის არმია და ყველას რა თქმა უნდა დარწმუნებულია რომ აქ რაღაც და ამის პროპაგანდაც მიდის რომ 2-3 დღეს არ დაჭირდება რუსეთი რომ შემოვიდეს ისე გადაყვაპავს რომ საერთოდ არაფერი არ გვიშველის ასე რომ მხოლოდ იმის თქმა რომ ინსტიტუციურად გაძლიერდები შეიძლება არ იყოს საკმარისი ამ შიშის დასაძლევად ასე ვთქვათ. მაი რო უპასუხო კი ბატონო მაგრამ რო გავყოთ ხო ერთი არის რეალური ნაბიჯები და ჩვენ ახლა წინას საუბარი რაზეც ქონდა იყო რა გზა უნდა გაიარო რომ გახდე ნატოს წევრი. მეორეა, როდესაც შენი უბედურების მიზეზად არის დასახელებული ნატო. და ამაზეც იყო ხო გიგალაპარაკობდა მე მგონი და გიორგიც ლაპარაკობდა რომ არ არსებობდა ნატოს თემა 90-იან წლებში, როდესაც შემოგეჭრნენ, გაგაგდეს, დაგხოცეს, გაყარეს სახლებიდან. ის რომ შენ ამ გზაზე ადეხარ და როგორც კი სხვაჩორის გადაგა კონკრეტულად ოჯახის, ინდივიდის დონეზე საუბარი. არავინ არ ამბობს რომ მე არ უნდა მქონდეს კარები სახლში, ხო? სახლში კარებს ყველა კიდებს, კარს ყველა კიდებს, ყველა რაღაცა ცდილობს რომ გააძლიეროს ოჯახი, გააძლიეროს თემი, იმიტომ რომ საფრთხეს გაუმკლავდეს. ჩვენ რასაც განვიხილოთ ესე რომ შენ უნდა გაძლიერდე იმის რომ ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვა თავი. ახლა შენ თუ გეუბნებიან რომ შენ რო გაძლიერება გადაწყვიტე და ვარჯიშობ, იმიტომ რომ ქუჩაში არანაირ ვიქცებო, ეგ არის პროვოკაცია. მან მივდივართ ასე თქო პროპაგანდასთან და გეუბნებიან რომ იყავი შენ დასუსტებული, დაჩაჩანაკებული, საწყალი ბეჩავი და არავინ ხელს არ მოკიდებს. ოღონდ საწყალი ბეჩავი, დაჩაჩანაკებული და უბედური რო ვიყავით 90 წლებში, მაშინ გადაგვირა, მაშინ კიდე უფრო გადაგვიარეს. რატი 2008 წელს ჩვენ ხო თანამონაწილეები ვიყავით ამ ყველაფრის. ის რაც შეიძლება მასშტაბი კატასტროფის ყოფილიყო, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო იმ დონეზე, რა დონეზეც იყო, ეგ არის 90-იან წლებში, როცა იყავი failed state და რაც იყო, ახლა მე მახსოვს. სხვა ქვეყნების მაგალითაც გავიხსენებდი, სადაც ქვეყნებმა უარი თქვეს სხვაგან გაწევრიანებას და დასავლურ გზაზე, იგივე უკრაინა რო ავიღოთ, როგორც მე ვიცი, მოლდოვა რო ავიღოთ, SNG-ს წევრია და საერთოდ იქ ლაპარაკიც არ იყო, იქ რა მოხდა და რა გაუკეთა რუსეთმა. რუსეთი როგორც პარტნიორი და როგორც დამცავი და რაღაცის გარანტიის მქონე, ალბათ არის უბრალოდ ნონსენსი. რუსეთის აგრესია რა ფონზე მოხდა უკრაინაში შეჭრა 14 წელი, როდესაც ყირიმი ჩააბარეს, რა ვიცი, მთელი ასე ვთქვათ, ნატოს საკითხი ამოღებული, ამოძირკული, ხო, რუსეთის პოლიტიკური, ბოდიში, უკრაინის პოლიტიკური დისკურსიდან, ზელენსკი მოდის იმ დეკლარაციით, რომ რუსეთთან დაალაგდეს საქმე. ანუ, აი, მობრძანდით ბატონო, კი ბატონო, ვითანამშრომლობთ, აღარაფერი არ გვინდა, ოღონდ არ იყოს სომი. ეს გზა, ეს მეთოდი რუსეთის საფრთხის საცილების არის მცდარი. გზა, რომელიც გულისხმობს, რომ ვინც შენი პარტნიორი იყო, ჩაბარდე და ასე ვთქვათ, გვერდზე გაწიო და ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე. არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა ამერიკასთან დაპირისპირების საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
არა მისი უსაფრთხოებიდან არავითარი საფრთხე არა მოცემულობა არ იყო, არავითარი ამოცანა არ იყო ევროკავშირთან ასეთი პოლიტიკის წარმოქმნის. შეიძლება ითქვას, რომ აი აუცილებლად არ არის, მაგრამ რუსეთს თუ არ მოწონს, ეხლა ჩვენ რო დასავლეთისკენ მივდივარ და ევროკავშირში, მან მინდა რომ თუ ჩვენ ვილაპარაკებთ ესე როგორც ვართ კიდე 1-12 წელი. ხო და აი ობიექტურად თუ შევხედავთ, თუ ჩვენ შევხედავთ ამას, რომ სახელმწიფო ინტერესი, ეს ძალიან ნეიტრალურად, რომ აი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორ აჯობებდა. როგორი უნდა ყოფილიყოს სახელმწიფო მართველი, სახელმწიფო ინტერესებიდან. არ ეს ძალიან უტრირებულად, არ უნდა დაერღვია ტრადიციული კავშირები, შეენარჩუნებინა მიღწევები და გაეუმჯობესებინა დაუშვათ თანამშრომლობა სხვა მხარებთან, ხო რაღაც თუ ლაპარაკობ დაბალანსებულ 2012-14-15 წლების ქართული ოცნების გეოპოლიტიკურ, საგარეო პოლიტიკურ იმაზე, ხო, ფორმატზე. რატომ უნდა თქვა უარი მიღწეულზე, რატომ უნდა დაარღვიო არსებული კავშირები და რატომ უნდა მოსპო პერსპექტივა, რომ ვიღაცა გვერდში დაგიდგეს, თუ ამ კითხვას დასვავდა იტყვი, რომ ეს მხოლოდ იმ პერსპექტივიდან შეიძლება გაიგო, რა პერსპექტივაც არის ერთი კონკრეტული კლანის, ერთი კონკრეტული რეჟიმის ინტერესი, რომელსაც არ აქვს ამ სახელმწიფო პრიორიტეტების კუთხით ხედვა. ამიტომ სხვანაირად ხედავენ, სხვანაირად უყურებს ეს ადამიანი, მისი პირადი უსაფრთხოების კონტექსტიდან უყურებს ყველაფერს, დაუშვათ ვილაპარაკოთ ქართული ოცნების მხარდამჭერის პერსპექტივიდან, ხო? და კითხვა დავსვათ ასეთი რა, რომ მე მაწყობს ეს ვითარება, იმიტომ რომ არ არის ომი, იმიტომ რომ გარკვეული ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში არსებობს, მე არ მეხება ღირებულებითი ნაწილი, ჩემ ღირებულებით ნაწილში ეს რეჟიმი ჯდება და შესაბამისად ამიტომ უჭერ მხარს. კითხვა სადაც უნდა დავსვათ, არის თუ არა ეს მდგრადი, ხო? და ეს ესე რომ წარმოვიდგინოთ, ეს ეკვილიბრიუმი, ხო? ეს უნდა შეინარჩუნოს, ხო, რეჟიმმა, რომ არ მოხდეს რაღაცა კატასტროფა. ეს ხო ნახეთ რა, რომ ესეთი ბალანსი იყო დაუშვათ 2012 წელს და რაღაცა არც საქართველოს მიმართ იყო, დაუშვათ იყო სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა დეკლარირებული დასავლეთიდან და არც ახლა რუსეთის მხრიდან არ იყო ისეთი აგრესიული რიტორიკა, ხო? მუდმივად ჭირდება და ამას უყურებთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამ ეკვილიბრიუმს ამატებენ და ამატებენ და ამატებენ რაღაცა ახალ მოთხოვნებს. ან თვითონ დგავენ ამ ნაბიჯებს. ეს კანკარა დიდი ხანია ესე არის. და როდის დაცურდება კაცმა არის, იმიტომ რომ აღარაფერი კითხარეს არ არის. არც საზოგადოებრივი მხარ და ესეთი დისტანცირებული საზოგადოებრივი გაწყობა პოლიტიკო, იმის დროს არის 90-იანებში არის. იქ რაღაცა რეპრეზენტატიულობა ქონდა მხედრიონსაც და იმასაც რა ქვია, ზვიადსაც და ანუ რაღაცა საზოგადოების ის იყო, ხო? ესეთი გაუცხოება, ესეთი უიმედობა, ესეთი უენერგიობა და ეს არ არის მდგრადი. იმიტომ რომ სულ უფრო ყოველი დაჭერილი ადამიანი საღამოს არის კიდე ერთი კენჭი აი ამ კანკარაში. ამ პირობებში ალტერნატივაზე რო ვილაპარაკოთ, როგორი ალტერნატივა? ერთხარეს დგას რაღაც გაერთიანება ავტოკრატიული მისწრაფებებით, სადაც პატარა ერებს გადარჩენის ნული შანსი აქვს და პატარა ერები სჭირდებათ მოსამსახურე პერსონალად. ერთი ჩვენი ალტერნატივა არის ვიყოთ ეთნოგრაფიული რესტორანი, სადაც ჩამოვა დიდი ბიძია, მოვემსახურებით, გემრიელად ვაჭმევთ ჩინეთიდან, რუსეთიდან, შეიძლება ევროპიდანაც, კაც მაგაზე კი არ არის. გემრიელად ვაჭმევთ, კარგად ვუმღერებთ, კარგად ვუცეკვებთ, ეს იქნება ჩვენი განსაზღვრული როლი. და მაგისთან მიუხედავად რა მოვა და როცა მოუნდება ერთადერთი თიფებზე ვიქნებით დამოკიდებული ამ ხალხის, მაგრამ როგორც კი არ მოეწონება მიმტანის მიერ მიტანილი რაღაცა და ელარჯის სიგრძე, იმ წავშივე თავში წამოგარტყამს და ამ შეას რესტორანს მოგინაგავებს. ეს არის ერთი ალტერნატივა, მეორე ალტერნატივა არის გაერთიანება, სადაც პატივს სცემენ ადამიანს, როგორც ერთ ინდივიდს, მის უფლებას, მის ღირსებას და მის უფლებას იყოს ბედნიერი. სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ბედნიერების ინდექსები შევადაროთ და სადაც უფრო ბევრი ხალხია ბედნიერი, ის ალიანსი ავირჩიოთ. ორივე შემთხვევაში შენ მოგიწევს ბრძოლა იმის შემთხვევაში. იქაც კი, სადაც ელარჯს წელავ და სხვა არაფერი არ მიგაჩნია, რომ შენი როლია,
აუცილებლად უფრო მეტი შანსია, 100-ჯერ უფრო მეტი. და მის ომში ხო თან, რაგე აფხაზების და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლების ფაქტი ხო სახეზეა, რომ რუსეთის ომში იბრძვიან ისე როგორც ახლა ყველა რუსეთის ფედერაციის ავტონომია იქნება თუ გუბერნია, ხო, ეგეც ხო ფაქტიურად რაღაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს შიგნით. ხო, ისიც შეიძლება, არ ვიცი, გავიხსენოთ, უკრაინის ომი რო დაიწყო, დონეცკის რაღაც ნაწილები რო დაიპყრო, ეს საიდან ვიცი, რომ ერთ-ერთი ახლობლის ქმარი, რომელიც ქართველია, დონეცკში იყო იმის გამო, რომ მოკეცეული იქ ცხოვრობს და მოხდა ისე, რომ რუსეთი შეიჭრა და დაიპყრო ის ტერიტორია. და ზუსტად 2 თუ 3 დღეში გამოაცხადა გაწვევა და ყველა ვინც იქ ტერიტორიაზე მამაკაცი ცხოვრობდა, წაიყვანა მობილიზაცია და ამბიც, რომელიც არაფერ შუაში არ იყო. ვეძებდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რომელ ნაწილში გაიწვიეს და გადავარჩინეთ და მოკეთ ჩამოვიდა, მაგრამ ეს არ არის სახუბარო ამბავი. რუსეთთან მეგობრობა ნიშნავს, თუნდაც რომ გადაწყვიტო, რომ მასთან მეგობრობა და მის ხარის ყოფნა არის ისა, ნიშნავს ომში ჩაბმა ზუსტად და შენი რა ვიცი, ერის განადგურებას. თუ კი ისტორიას გადავხედავთ, ჩვენ ტყავზე ხო ვიცით რომ ასე ხდება, როდესაც ცხოვრობდით ამ იმპერიის ქვეშ, რა დაგვემართა, თუ კი როდესმე ქართველობა წაგვართვეს და თუ კი როდესმე სხვანაირი ქართველი გამოიყვანეს, იყო საბჭოთა იმპერიის დროს. აფხაზეთი ავიღოთ. ძალიან კარგი მაგალითია ამ წლების განმავლობაში რუსეთთან მეგობრობა მჭყალებში, რა გაუკეთა ამ ეთნო საერთოდ აღარ არსებობს და დანგრეულია ისევ ყველაფერი. მე ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის მოქალაქე ვიყავი, დაბადებული და სრულწლოვანი გავხდე საბჭოთა კავშირში. ეგრე იყო მაშინ, რომ აქეთ კი იყო ეს ბლოკი იყო, რომელსაც გავურბოდით ყველა მეტნაკლები აქტიურობით, ხო? და აქეთკენ იყო რაღაცა კარგი დასავლური ცივილიზებული სამყარო. ამათ შორის არაფერი არ არსებობს. არ არსებობს ნაცრისფერი სივრცე, არ არსებობს რაღაც ესეთი ავტონომიური ფორმაცია, ხო? ახლა კიდევ უარესია საბჭოთა კავშირი, რაღაცა ჩვენი თაობა ყოველ შემთხვევაში უკვე გაცვეთილ იმაში ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, რაღაცა ესეთი რა დეგრადირებული თავისი ავტოკრატიის დიქტატურის კუთხით, ხო? ეს ეხლა არის გავეშებული რაღაცა ნეოიმპერიალისტური ფორმაცია, პატარა ერების სასაფლაო და აქეთკენ რა რჩევანი გაქვს, ხო? აქეთკენ ყოფნა საერთოდ რაზეა ლაპარაკი და დასავლეთის რეკალიბრაციის შედეგად ამას ნატო ერქმევა, ამერიკის ამაზეც იყო საუბარი, მე მგონი გიგალაპარაკობდა. ხო, თუ შეიძლება გადავხდით, მაგრამ ერთი ეს ალტერნატივები ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს დიპლომატიურ, პოლიტიკურ ვექტორებში, ხო, განიხილებოდა ამერიკასთან თანამშრომლობა, თვითონ ევროკავშირის მცდელობაც არის, ხო, რაღაცა რეკალიბრაცია სამხედრო კომპონენტის. ამიტომ აქ ნატო, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, არის ჩემთვის პირადად ეს არის დასავლეთის ცივილიზებული სამყაროს მიერ შემოთავაზებული უსაფრთხობის, პოლიტიკური, ეკონომიკური ერთობის ადგილი. ეს იქცა ზოგი გულწრფელად კარგი პატრიოტის მხრიდანაც, აი გულნატკენი ქილიკისაგნა და უფრო ხშირად ჩვენი მტრების პროპაგანდის მხრიდან, რომ აი ღია კარებში გაცივდები და შემდეგ და აი ღია, მაგრამ აი ეს არა რით ვერ შევიგიშვეს და შემდეგ გასაგებია ყველა ჩვენთაგანისთვის ამ ისტორიულ მომენტში, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად, როცა ეს კარი მართლა ღია იყო რეალურად და როცა ცოტა ფორმაში მოვედით, მერე შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და დღესაც ბევრი საფრთხე აქვს, ეს ძალიან სამწუხაროა. ოღონდ როგორც კითხვის ავტორი თავად ამბობს, ჩვენი ეროვნული ამოცანები არ იცნებათ, ამიტომ წლებზე ლაპარაკისას რო ვკითხოთ ახლა საკუთარ თავს, რამდენ წელს აძლევს თქვენ თავს, რომ თქვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა დაიცვათ. და რამდენი წლის მერე შეწყვეტთ ამას. დაახლოებით ასეთი ვიკითხვა ეს. არ არსებობს არანაირი ვადა იმისთვის, რომ დაიცვა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ამაზე ძვირფასი მორალურად და პრაგმატულად ამაზე უფრო დიდი დაცვა ჩვენი შვილების, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფის უფლების არ არსებობს. ამიტომ არანაირ ვადებზე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რასაც შევძლებთ ამ კონკრეტულ ვითარებაში და ამაზე უკვე რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ. თავდაცვისუნარიანობა, ქვეყნის შიგნით მტრის ინფრასტრუქტურის განეიტრალება და მოკავშირეების ძებნა. ბუქარესტის გადაწყვეტილება ტრუხაა თუ არა, პირველ რიგში ალბათ ეკითხა უნდა დაუსვან ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ
ბუქარესტის შემდეგ პრაქტიკულად ყოველ წელს ყველა სამიტის დეკლარაცია იმეორებდა, რომ ნატო რჩებოდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული და წელს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დეკლარაციაში ეს ტექსტი არ არის და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ქართული ოცნების პოლიტიკასთან. რაც შეეხება თვითონ ფაქტს გადაწყვეტილების შესახებ, ეს არის ჩვენი ხელში ინსტრუმენტი, რომელიც ყოველდღიურად უნდა ვამუშაოთ ჩვენ სასარგებლოდ, იმიტომ რომ ნატო შეთანხმებულია მისი მაშინ 28 სწორად მახსოვს წევრი სახელმწიფო იმის თაობაზე, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა გახდეს წევრი. რაც შეეხება როგორ გახდება საქართველოს წევრი და რამდენ ხანში ამაზე იყო უკვე ჩემს კვალიფიციური პასუხი, ამ შემთხვევაში მე ერთადერთს დავამატებდი, რომ ჩვენ ამ პროცესში დღეიდან ვიდრე გაწევრიანებამდე არა, უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება იმისთვის, რომ დღესვე მივიღოთ მაქსიმუმი საკუთარი თავდაცვიანობის გაზრდისთვის და ნატო მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცევს ამის საშუალებას, თუ არ შევწყვეტ ძალისხმევას. ცივ ომში ჩარჩენილები კი არა ვართ. ცივი ომის დროინდელი და მეორე მსოფლიო ომის მერე პერიოდში, რო ირკვეოდა რომელი ქვეყანა მოხდება, ბერლინის კედლის იქით და აქეთ, მაგ პერიოდში ვართ სწორედაც რომ და მით უმეტეს გვჭირდება რომ ჩვენ ფორმაში ვიყოთ ქვეყნის შიგნით, თავდაცვიანობა გქონდეს და ძლიერი მოკავშირეები გყავდეს და პირველ რიგში თავისუფალ სამყაროს ქვეყნებთან და შეერთებული შტატებთან ვცადოთ, რომ ვიყოთ ესეთი მოკავშირე. თუ მაგას არ ვშვები და მაგას არ ვცდილობ, ამ ყველაფერს ერთად, მაშინ გავიწირებით უზარმაზარი სისხლის ზღვისთვის. ეგ არის გამოცდილება. ამიტომ კითხვაში რაც არის მოცემული, სწორედ ეგ არის არგუმენტი ჩვენი პოზიციის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ. და გლობალური სამხრეთის და ნებისმიერი საფრთხის და კიდევ უფრო მეტ დატვირთვას აძლევს არგუმენტს, რომ უნდა გავაათმაგოთ ცდელობა, რომ მარტოები არ ვიყოთ, მოკავშირე ყავდეს და თავდაცვიანები ვიყოთ. ეს არის ჩემი ყველაზე უფრო მოკლე პასუხი ამ ზოგადად გავრცელებული პროპაგანდაზე, რომ იცვლება, ვითარება, უარესდება და ამიტომ ხელები უნდა ჩამოვყაროთ, ან მტერს უნდა დაუნებდეთ. მტერს თუ დაუნებდებით, მივიღებთ 10-ჯერ მეტ მსხვერპლს ქვეყნის შიგნით და სხვის ომებში წაყვანილ ჩვენ ახალგაზრდებს და მოქალაქეებს. პროპაგანდა ერთი მხრივ გვიმტკიცებს, რომ სამყარო, რომელშიც ახლა ჩვენ შევდივართ, ხო, რომელსაც ხშირად თვითონ უწოდებენ მულტიპოლარულს, რომ ეს არის თითქოს უკეთესი, ვიდრე იყო უნიპოლარული მომენტი. ამ დროს ჩვენ ბევრი მაგალითის მოყვანით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნიპოლარული მომენტი იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც მცირე სახელმწიფოები აღმოჩნდნენ ყველაზე უფრო დაცულები, ყველაზე უფრო განვითარებულები, დემოკრატიულები და შემდეგ, ანუ და მანამდე არსებული მულტიპოლარული სამყარო ერთადერთხელ იცოდა სამყარო ეგეთი ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ერაში, ანუ მე-19 საუკუნეში და ეს ყველაფერი იმ დროს ანუ მე-19 საუკუნეში დიდი იმპერიების ურთიერთქმედება ხდებოდა მცირე ერების უფლებების ხარჯზე, როგორც წესი, დამოუკიდებლობის დაკარგვის ხარჯზე. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეხლა შევდივართ ეპოქაში, რომელიც იქნება ძალიან კონფლიქტური, კონფლიქტოგენური და სწორედ ამისთვის გვჭირდება მოკავშირეები, სწორედ ამისთვის გვჭირდება საკუთარი თავდაცვიანობის და ამ ფონზე თუ ვინმეს პირველი მიადგება ეს რაღაცა ცინიკური და ყველაზე აგრესიული ინერციები თუ ინსტინქტები ამ სამყაროში ეს იქნება ის ძალები და ის ქვეყნები, რომლებიც იქნებიან ამორფულები. ამორფული სისტემების ადგილი არ იქნება უბრალოდ ამ ძალიან დაუნდობელ ინტერაქციაში დიდი ქვეყნების. ამ კითხვაში როგორც წესი გულისხმობ ხოლმე მათ შორის იმას, რომ იქნებ დავლაგდეთ რუსეთთან, ანუ ჩავწვეთ არ გავაღიზიანოთ და პირველი რაც ამაზე უნდა უპასუხოთ, ყველა გულწრფელ ადამიანს და მით უმეტეს ახლა ვინც არა გულწრფელად აღწელებს, იმას უნდა უთხრათ, რომ ერთი მაგალითი გვინდა, ისტორიაში ჩვენ გარშემო პატარა ზომის ქვეყნის, რომელიც ან რუსეთთან დალაგდა და ამით გადარჩა და უზარმაზარი ფასი არ გადაიხადა და წარმატებული მაგალითია დღეს რუსეთთან დალაგების, ან ეგრეთ წოდებული ჩაწვა არეაქტიურად თავდაცვიანობა არ ქონდა, მოკავშირეები არ ყავდა და ისე სამყარომ არათუ დღეს ჩვენმა ამ დიდმა მტერმა, არამედ ზოგადად სამყარომ მას ხელი გადააფარა და თავზე ხელი გადაუსვა. მათ შორისაც იყო კითხვები, რომ გლობალური სამხრეთი ძლიერდება და ხომ არ ჯობია რომ თავი იქ შევაფაროთ. ძალიან მარტივად შეგვიძლია აქ ამბავ შევხედოთ რა. ერთი არის სააღლუმე ტექნიკა, მეორეა ტექნიკა ბრძოლის ველზე. ჩვენ 2022 წლამდე ვიცოდით, რომ რუსეთის არმია სიძლიერით იყო მსოფლიოში მეორე. და ჩვენ რეალურად ბრძოლის ველზე ვნახეთ, რომ ეს ასე არ არის.
უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინას რაც კი დასავლური შეერაღება აქვს ახლა, არის შედარებით მოძველებული თაობების და არა უახლესი თაობების. აი ამ მოძველებული დასავლური შეერაღებითაც კი რუსეთის ულტრათანამედროვე შეერაღებას უმკლავდება, 4 წელია უმკლავდება. შეიძლება კონჩეტევაზე ვერ გადადის და ვერ გადადის, იმიტომ რომ შესაბამის შეერაღება არა აქვს, ადამიანური რესურსიც, ადამიანური რესურსი. მაგრამ რაც აქვს, იმით 4 წელი უმკლავდება. გარდა ამისა, ჩვენ ნახეთ ძალიან დიდი აღლუმი ჩინეთში. და ძალიან ისეთი ლამაზი სანახავი იყო, მაგრამ რეალურად იმ შეიარაღებას ბრძოლის ველზე რა შეუძლია, არავინ არ იცის. და სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, რა განსხვავებაა სააღლუმე ტექნიკასა და რეალურ ტექნიკას შორის. ანუ ერთი არას აჩვენებს და მეორე რა შეგვიძლია ბრძოლის ველზე. და ამ კონტექსტში თუ კი რამე იყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, იყო ის, რაც მოხდა ისრაელ-ირანს შორის, სადაც თუ სწორად მახსოვს 2 კვირის ვადაში დასახულ მიზნებს მიაღწიეს. და ამ სამხედრო ოპერაციამ ჩვენ გვაჩვენა, რომ აი ამ გლობალური სამხრეთის შეიარაღებას რეალური წინააღმდეგობის გაწევა დასავლურ თანამედროვე შეიარაღებასთან არ შეუძლია. შესაბამისად, თუ კი ვინმე გულწრფელად ხედავს, რომ გლობალური სამხრეთი ძლიერდება და ამ შემთხვევაში დავფიქრდეთ, რა ჯობია, პასუხი პირდაპირ გვაქვს, რომ არ ჯობია გლობალური სამხრეთი ჩრდილოატლანტიკურ სივრცეს, იმიტომ რომ ტექნოლოგიებიდან დაწყებული, ყველაფრით დამთავრებული, იქ აღმატებულია ის ამბავი რა. ჩემი კითხვაც ერთ-ერთი, რომელიც დავსვი ამ დებატები რო გამოცხადდა პოლიტიკოსების მიმართ, იყო სწორედ ეგ, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩემი უსაფრთხოების პოლიტიკა ახლა არის ვიყო ჩუმად და დაველოდო თუ საით გადაიხრება ეგ კანკარა თუ არ არის ჩუმად. ხო? და ამის მიხედვით ვიმოქმედო, ხო? იყოს ჩუმად. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიცი, ჩვენ მოსახლეობას უთხრათ, რომ ხო, ჩუმად არ არის. უბრალოდ ეგ არის, რომ აი ამ ბალანსის შენარჩუნება დიდი ხანია დაირღვა და თითქოს მიზანმიმართულად ცდილობს ურთიერთობის გაფუჭებას ჩვენს ყოფილ პარტნიორებთან. კი შეიძლება, რომ მაგალითისთვის ჩათვალოს, რომ ეხლა თუ უარს ვიტყვი ნატოსა და ევროკავშირზე ეს დამიცავს რუსეთისგან კონფლიქტზე, აი ეგეც რო წარმოვიდგინოთ, შესაძლებელი იყო ალბათ. ჩაწერა ქართულმა ოცნებამ. კი ბატონო, მაგრამ ნუ მაგალითად ეხა შეიძლება ჯერა. მაგათი ლოგიკიდან გამომდინარე, არ არის ეს პროვოცირება რუსების? ეგრე თუ შეხედა. ხო, მაგრამ აი ეხა ამ მომენტში შეიძლება ჯერა, რომ აი ეხა მე რო უარს ვიტყვი, ეს დამიცავს. უარის თქმის შემთხვევაშიც კი შეიძლებოდა ალბათ არ გამოგეწვია ესეთი კონფლიქტი დასავლელ პარტნიორებთან, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელიც არ მიელთვის ევროკავშირისკენ, მაგრამ აქვს ნორმალური ურთიერთობა და იგივე სტრატეგიული ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არ არის საჭირო, არ იყო საჭირო თქვა, აი ესე გადახრა. მართალია რომ ყველაფერს აბრალებს დასავლელ პარტნიორებს, რომ თითქოს ისინი ეჩხუბებიან. არ ვიცი, ეხა ამის თუ იმეს ჯერა რომ რატომღაც საქართველოს ჩაუდგნენ კრიჭაში მაინდა-მაინც და არც მოლდოვას, არც სომხეთს, არც არავის არ ჩაუდგნენ ჩვენს გარდა. ერთი კაცი არის ჩამოკიდებული უსაფრთხოება და არანაირი სხვა არ გაგვაჩნია არაფერი, თავი დავიცვათ ამ ბოროტებისგან. ეს პროტესტი აჩვენებს ამას, ჩვენი ისტორია აჩვენებს ამას, რომ ეს ანომალია, რაც ახლა ხდება საქართველოს ისტორიაში და არა ნორმა. ის რომ პოლიტიკაში დღეს ასეთი სიმწირეა პოლიტიკურ ველზე და სიმწირე მათ შორის იმიტომ რომ ნახევარზე მეტი ციხეში გაუშვეს, ხო დაატყვევეს. მათ შორის ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება რომ პოლიტიკაში ბინძური ხალხი მიდის პოლიტიკაში არ არის. ანუ ეს ფორმატი ვითი არის ჩემი აზრით საინტერესო, რომ რასაც ამერიკაში revolving door ქვია, ხო? ხვალ აქ ნებისმიერი დღეს პოლიტიკურ აქტიურ ფაზაში მყოფი ადამიანი უნდა დაждდეს და ელაპარაკოს როგორც მოქალაქე, იმიტომ რომ მხოლოდ ესე ყალიბდება პოლიტიკა. მათგან მე რაც მოლოდინი მაქვს და რასაც თქვა დავუწუნები, არის მოლოდინების მართვა. თუნდაც აი კონკრეტულად ნატოსთან მიმართებაში ავიღოთ რა. როგორი მოლოდინების მართვა იყო მაშინ, როდესაც ნატოსთან მივდიოდით და ვუახლოვდებოდით, გადაჭარბებულად შევაფასებ ყველაზე მსუბუქად და როგორც კი ჩვენ 2018 წლის რუბიკონს გადმოვაბიჯეთ, მე როგორი მოლოდინების მართვა იყო. იქ გადავამლაშით და აქ ეხლა საერთოდ აღარ ვლაპარაკობ თითქოს ამაზე რა. არა და აი ამისი ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ
შეიძლება თანმიმდევრულობა და ადამიანებში შეიძლება ეს განცდა რომ აი კი მაგრამ იმათ მარად არ მიგვიღეს მაგან გააჩინა რა რომ თითქოს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და მზად ვიყავით და მარტო იმათი ნაბიჯი იყო დარჩენილი აი ამ მოლოდინებზე ლაპარაკი და ამ პოლიტიკოსებისგან მეპირდეთ ეს ანუ ჩემგან განსხვავებით უფრო დიდი თავი იმიტომ აქვს რომ ეს მოლოდინები მარტო ბოლომდე ვერ ვიზიარებ რატი კი არ დავიცავ პოლიტიკოსებს მაგრამ აი ეგ დისკუსია ნატო რამდენი წლის დისკუსია ესე რომ ვთქვათ შევარდნაძე რომ დააკაკუნა აი ესე რომ უხეშად რო ავიღოთ 30-35 ხო რაღაცა ნუ აი 2-3 დეკადა ეს ხო ესე მაგრამ ისეთ მამინდა ხო აი ეს ანუ იმ მომენტში როდესაც პოლიტიკოსის დღის წესრიგში ეს ჩდებოდა ნებისმიერი ეტაპი ავიღოთ ხო ეს ხო სინამდვილეში გაცილებით უფრო დიდი კონტექსტის და გრძელვადიანი პროცესებია. დღეს ხო ისევ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესია, ხო? აი თანდევი, რომელიც არ დამთავრდა და როლბეკი არის რა. ამიტომ ბოლომდე რო გითხრა რომ იცი რა აი მოლოდინების მართვის ნაწილში რამე რეცეპტი შეიძლება ასე ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ იმ მომენტში მაგალითად ბუხარესტის სამიტი მიიღო და დადგენილება რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი. როგორ უნდა მართო მოლოდინები, ხო? აი როგორ უნდა თქვა რომ დღეს არა ხვალ არა, ზეგ არა, მაზე ძალიან რთული მგონია ეგ ამბავი. ბუქარესტის სამიტამდე არ უნდა გეთქვა რომ ბუქარესტის სამიტში უეჭველი მაქვს მივიღებ და მაქვს მივიღებ უეჭველი გავწევრიანდები. ძალიან მარტო. ანუ მე რას გულისხმობ? ეს არჩევნებზე არ უნდა თქვა რომ გავიმარჯვე. ეს მოლოდინების მართვა. ეს მოლოდინების მართვა ესეთი არ უნდა იყოს რა ჩემი აზრით. კი ბატონო. აი რაღაცა აი აქ რო ვიმოძრავოთ, კიდე გავიგებთ, მაგრამ ჩვენ რეალობა ეგეთი გვაქვს. ჩემი თავარი რაღაც მოლოდინი გქონდეს. დო მართოთ ეს. ეგეც და საზოგადოებასაც უნდა გქონდეს და მე მგონი მაგას საზოგადოება ჯერთი ყოველთვის ეგრეა რომ საზოგადოება ამ პოლიტიკოსების მიერ შექმნილ მოლოდინებს ხო რაღაცა მაინც იმაზე კომპრესიას უკეთებს და შედარებით ნაკლები პიკით აღიქვავს, ხო? ესე ხო არის? არ აღიქვავს ყველაფერს. ეს აღიქვავს. ქართული საზოგადოება მე ყოველ შემთხვევაში ექსპერტები ნუ ეს ქართული საზოგადოება იზრდება ახლა ამასთან ერთად, იმიტომ რეალობა ხო ასეთია.